საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია ევროპაში არსებულ ქართულ ორგანიზებულ ჯგუფსა და ქართულ მარგინალურ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის კავშირებზე იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს ინფორმაცია გერმანულ პრესაში გამოქვეყნდებოდა, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. გერმანული გამოცემა Frankfurt Rundschau გასულ კვირას ავსტრიულ წინასწარ გამოძიებაზე და მათ ხელთ არსებულ სატელეფონო ჩანაწერებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ 2009 წელს აპრილის აქციების დროს ქართული ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებით და კრიმინალური ფულით გეგმავდა. ავსტრიის გამოძიების მასალებში ფიგურირებს ლაშა შუშანაშვილის გვარიც ის ბოლოს აქტუალური უკრაინული არჩევნების დროს იყო. ნანა ლიჟავას ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ლაშა რუსთავსკი იგივე ლაშა შუშანაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელ გივი თარგამაძესთან коорდინაციაში უკრაინაში იულია ტიმოშენკოს არჩევნებში გამარჯვებისთვის ენერგიას და გავლენებს არ იშურებდა. დღეს იგივე შუშანაშვილი ეჭვმიტანილი ქართულ ოპოზიციასთან შეთქმულებაშია. რა მოხდება ავსტრიულ გამოძიებას ამ თემაზე ვისაუბრებთ მოლოდინებზე და კიდევ სხვა გეგმებთან დაკავშირებითაც ჩვენს ბოლოს სტუმართან ბატონ ლევან გაჩიჩილაძესთან ერთად დაიცავი საქართველოს საღამოშიდობის ბატონ ლევან. ჩვენ მაინც არ ვიჩხუბებთ. ელით რომ გაგრძელდება გამოძიება და მიიღებს ისეთ ფორმებს, რომ შესაძლოა აპრილის აქციების ყველა ლიდერი აღმოჩნდეთ გამოძიების ეჭვის ქვეშ და თქვენს პირადად ლევან გაჩიჩილაძე მოგიხდეთ კითხვების გაცემა, პასუხების გაცემა გამოძიების კითხვებზე. უპირველეს ყოვლისა მადლობთ მოწვევისათვის. ვერ მოვედი წინა გადაცემაში, იმიტომ რომ იმდილის ჩამოსული ვიყავი და ცოტა არ იყოს და გამიჭირდა მოსვლა გადაღლილობის გამო, ზოგადად გადაღლილი არა ენერგიის გაცემისგანვე და არამედ გადაღლილი ვარ იმ სიბინძურისგან, რაც ხდება და ძალიან არ მომწონს ის ფაქტი, რომ ნებით თუ უნებლიეთ თავისუფალი მედიის თქვენნაირი წარმომადგენლებიც ასეთი ყოველ შემთხვევაში კითხვების დასმის და ანონსების გაკეთების თვალსაზრისით მაინც რომ ხდება ასეთი სიბინძურის თანამონაწილე. კითხვების დასმის თვალსაზრისით არსებობს შესაძლებელია რომ დასვა ბინძური კითხვაც. მე მაგალითად ეხლა ამ წუთში ვეხმაურები და ბინძურად ილაპარაკო. ეს გულისხმობს იმას, რომ ზოგადად ესე იგი პრაქტიკულად ბოლოს 3 წელია მიწევს და მეც და ძალიან ბევრს ოპოზიციონერს იმის თვითება, რომ ჩვენ არა ვართ აკლემები, აკლემი ხარ, აკლემი ვარ, ჩვენ არა ვართ აკლემები. თუ გნებავთ ახლა მაგალითებს მოგიყვანთ, საშვიდ ნოემბროთ ესეთი აკლემობა იყო ის, რომ ძალიან ბევრი რუსეთის ჩანერგილი აგვენტი ყავდა ესე იგი ჩვენს რიგებში და მთელი სერიალები გავიდა ამასთან მიმართებაში და არც ერთი ის ადამიანი დაკავებული არ იყო და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ნინო ბურჯანაძე მერე უკვე შემდგომ რომ ამასთან დაკავშირებით სასამართლოში იჩივლა და უცხოელებთანაც ჩემისთან თანდასწრებით ბევრჯერ თქვა იქ სახელმწიფოების მხრიდან ესეთი იყო პასუხი, ჩვენ თქვით და მერე რაო, რა თუნდა მაგას მტკიცებულებებიო. შემდგომ 9 აპრილებზე თქვენ გახსოვთ, რომ ეს იყო სერიოზული იარაღების ამოღების სერიალები და როგორ ადანაშაულებდნენ ქართველ ვეტერან ოფიცერებს, მათ შორის ჩემს ძალიან კარგ მეგობარს გია ყარყარაშვილს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ რიგდებოდა ოპოზიციაში იარაღი სააკაშვილის დამხობის თვალსაზრისით და ეს მე ვთვლი რომ ეს არის ამ სერიის გაგრძელება. მაგრამ ავსტრიული პოლიცია ფიგურირებს ამაში ბატონო. თქვენ ფიქრობთ რომ ქართულ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს რაიმე ესე იგი კონტაქტი ესეთი დონის? ავსტრიული პოლიცია კი არა, მარსიდან რო ჩამოვიდეს სამართალდამცველები, ჩემთვის ეს არის აკლემი ხარ ძახილი ახლა და მე უბრალოდ თქვენ თუ გაქვთ ეს სტატია წაკითხული და მისი სათაური გაქვთ. თუ ეს სტატია და მისი სათაური წაკითხული გაქვთ, მაშინ ამ სტატიას აქვს სხვა სათაური და არა აქვს ის სათაური, რაც თქვენ ანონსში არის. ამ სტატიას აქვს სათაური, რომ ესეთი რომ მაფიას უნდოდა მიხეილ სააკაშვილის დამხობა და არა ოპოზიციას უნდოდა. კი ბატონო, ასია ზუსტად. თქვენ ანონსში უკაცრავად თუ ეს პატარა ხარვეზი გაიპარა. ეს არის პატარა ხარვეზი, მე უბრალოდ არ მინდა, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ, თქვენს გახდეთ თქვენს კითხვაში და ანონსებში მაინც იმ პასუხილების თანამონაწილე რა პასუხი. თუმცა ძალიან ბევრი წერია ოპოზიციასთან დაკავშირებით ბატონ ლევან, ამიტომ ეს არცulis კონტენტს შინაარს ამაზეა საუბარი. იქ საუბარია რომ მე თქვენ არანაირად არ გამათობ იმასთან რომ კონტექსტის თუ შინაარსთვის მე გეუბნებით და ვადასტურებ რომ ეს არის კიდევ ერთი სიბინძურე, ის სიბინძურე და პირდაპირ მინდა გითხრათ და აგერ და დღეიდან მთელმა მაყურებელმა თვითონ განსაჯოს,
საგარეო საქმეთა მინისტრმა მთელ ნაციონალურ მოძრაობას პრაქტიკულად უკვე ნაბრძანები აქვს იმ ოპოზიციას, რომელიც არ ხდება და ვერასდროს ვერ გახდება და ამ სისტემის წევრი ოპოზიცია უკვე ესე იგი რადიკალური ოპოზიციიდან დაარქვან მარგინალური ოპოზიცია. შეიძლება რომ გაცდეს თქვათ ეს ყველაფერი მხოლოდ სახელდებებს, მხოლოდ თქვათ თქვენს წინააღმდეგ მიმართულ პიარს, თუნდაც გერმანული პრესიდან როგორც თქვენ ბრძანებთ. შეიძლება გაცდეს და შეიძლება მართლა მივიდეთ რეპრესიებამდე. თქვათ ოპოზიციის თქვენ გაქვთ ამის მოლოდინი, თქვენ გრძნობთ ამის წინაპირობებს, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა ეს. ახლა მე ესეთი ბრალდებები მილიონი მომისმენია და 3 წელი ამ ბრალდებების ქვეშ ცხოვრობდა და საკმაოდ ძნელია ჩემ ტყავში ცხოვრება, მინდა გითხრათ. ის შემთხვევაში, როდესაც ესე ვცხოვრობ, ისიც კი არ მოწონთ, რაღაცას ცოტას ემოციას რო გამოვამჟღავნებ ხოლმე, მაგრამ არ აუშავს, მაგრამ ძალიან ძნელია მერწმუნეთ იმდენი უსამართლო და ბინძური ბრალდებების ქვეშ ვცხოვრობ. თუ ჩვენ ავიღებთ გზას, რასაც ქვია სააკაშვილის პოლიტიკური დამთავრება, მაშინ მოდი ვთქვათ ხალხს ოპოზიციასთან ერთად დარჩა ერთი ნაბიჯი, რასაც კიდევ უფრო რადიკალიზაცია, მშვიდობიანი ნაბიჯი, მაგრამ კიდევ უფრო რადიკალიზაცია ქვია. ოპოზიციასთან ერთად ბატონო ლევან დაიბნა თქვენი ამომრჩეველი, თქვათ ვინც თქვენ მოგცათ ხმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამ ფრაზას დავამთავრებ და მე ავხსნი რომელ ოპოზიციასთან ერთად. და ხელისუფლებასაც დარჩა ბოლო ნაბიჯი და მისი ბოლო ნაბიჯი ეს არის პოლიტიკური დაპატიმრებები და ცხელი იარაღის სწოლა ოპოზიციის მხარეს. თქვენ გაქვთ ამის მოლოდინი, რომ შეიძლება მოყვეს ამ ტიპის სტატიებს და ამ ტიპის ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს, იმიტომ რომ თვალნათლივ ნათელია, რომ არც არჩევნებით და არც პერმანენტული ერთადგილას ან ქუჩაში გადაადგილებით ამ ადამიანის არსში მნიშვნელობაში არაფერი არ იცვლება. ის რჩება კრიმინალურ ხელისუფლებად და დღეს უკვე 18-16 თუ 60 წლით ამ ხელისუფლების გადაგრძელებაზე ფიქრობ და ვფიქრობ, მე პირადად ვფიქრობ, რომ 30 წლის მერე საქართველო თავის მოსახლეობასთან, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად წითელწინგში ან მხოლოდ ისტორიაში შესატანი სიტყვა და მნიშვნელობა იქნება. ანუ ვის მოიაზრებთ ოპოზიციას, თქვენ თანამოაზრებთ და სად ემიჯნებით, ვის ემიჯნებით, შეიძლება ძალიან გარკვევით. ძალიან კარგი კითხვაა და დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ კითხვისთვის. დღესდღეობით ოპოზიცია იყოფა ორ ნაწილად. ეს არის ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ გახდა ამ სისტემის წევრი. ზოგჯერ იმამდეც მივიდა საქმე, რომ ნაციონალური მოძრაობა ნიშნავს ამა თუ იმ თანამდებობაზე. რომელი ოპოზიცია თუ შეიძლება რომ დაგვიკონკრეტოთ? კონკრეტულად მე როგორც ვიცი, ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე დანიშნული იქნებიან საკრებულოში, თუ უმრავლესობის მიერ, სხვანაირად ვერ იქნებიან. ალიანსის ნაწილი გამოყოფილი თავისუფალი დემოკრატები. ხო, ირაკლი ალასანიას დღესდღეობით რაც ინფორმაციას ვფლობ, თუმცა არის კიდევ სხვა ოპოზიციონერები პარლამენტში, რომლებიც არიან რაღაც, მაგალითად ანტიკრიზისული კომისიის თავმჯდომარე, მაგალითად საგამოძიებო ომზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და რომელიც ეს არის ერთგვარი, მოდი ესე შეგუება ურთიერთობაში და ამ სისტემის წევრობა მე ვერ გეტყვით ეს არის პატა დავითაია თქვენ ამაც ბრძანებთ მე ხო გვარების დასახელება არ მოყავს მე ვერ გეტყვით ეს არის კარგი თუ ეს არის ცუდი ამასთან მე ჩემთვის ეს მეუღებელია ამას ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე მგონია რომ თუ ხდები ამ სისტემის წევრი ხდები მანამ სანამ ამბიცია გაქვს რომ შენ მოხვიდე ხელისუფლებაში მანამ ხდები ირაკლი ალასანია თქვენთვის გახდა ამ სისტემის წევრი ბატონო ლევან ჯერჯერობით ესე ჩანს მაგრამ მე იმას არ ვიტყვი ეს არის სწორი თუ იცით რა როდესაც ამ სისტემის წევრი ხდები თვითონ ცხოვრება დღევანდელ საქართველოში ბევრად უფრო ადვილია ყოფითი ცხოვრება ბევრად ნაკლებს გისმენენ ბევრად უფრო კომფორტული გადაადგილებები გაქვს A პუნქტიდან B პუნქტამდე, ბევრად უფრო კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრები გაქვს ჩვენს ეგრეთ წოდებულ დასავლეთ პარტნიორებთან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ავტორიტარულ რეჟიმზე თვალს ხუჭავს, იმიტომ რომ ეს მის ინტერესებშია. და ესეა.
თუმცა მე ვერ გეტყვით, შესაძლებელია, არის ხოლმე, მოდი ესე ვთქვათ, ისეთი ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ შესაძლებელია ამ გზითაც ჩემთვის მიუღებელია და მე ასე ვერ ვხედავ ამ გზითაც შეცვალო ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება სისტემის ნაწილს გახდის მანამ, სანამ თვითონ არის ხელისუფლებაში. სხვანაირად გამორიცხულია. რამდენადაც მე ვიყიდ და არსებობს ოპოზიცია, რომელიც არ ხდება ან ვერ ხდება ამ სისტემის ნაწილი. ამ ოპოზიციის შორის არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მოდის ამავე ხელისუფლებიდან. ბატონ შალვა ნათელაშვილი ბრძანდებოდა აქ თქვენამდე სტუმრად, რომელიც ამბობდა, რომ ყოველად დაუშვებელია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ამ სისტემიდან წამოვიდა. თქვენ წარმატებით ურთიერთობთ უკვე ზურაბ ნულღაიდელთან